ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ერთი იდეიდან და მიზნიდან დაწყებული ამბავი ლამის მთელ საქართველოს მოედო. წიგნებით, ტექნიკით, ფერადის სივრცით, ახალი შესაძლებლობებით და შანსებით სავსე ოთახები 11 რეგიონის 25 სკოლაში განათდა. იდეათეკის ისტორია 5 წლის წინ დაიწყო. მაშინ სამიზნე, დავიწროებული აუდიტორია ჰქონდა. საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, თუმცა შემდეგ იმ უკავშირმა, რომელიც იდეათეკის პროექტს მოჰყვა, იმ სიყვარულმა, გამოხმაურებამ და ერთგულებამ პროექტის ავტორი საქართველოს ბანკი მიიყვანა დასკვნამდე, რომ იდეათეკა ყველასი უნდა გამხდარიყო და აქედან მოყოლებული ბანკის ამოცანაა, რომ ის ყველგან მიიტანოს, რაც შეიძლება მეტ სკოლასა და რეგიონში. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახადოს. და ასე 5 წლის თავზე 25 სკოლაში ბიბლიოთეკით, ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM-კუთხით აღჭურვილი იდეათეკები ამოქმედდა. ახალი სივრცე, ახალი იდეა, ახალი დასაწყისი და ყველა ამ სკოლის მოსწავლისთვის უპირობო შეხსენება, რომ არასდროს გაჩერდნენ. საქართველოს ბანკისთვის განათლების სფერო არის უმნიშვნელოვანესი და ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ 40 სხვადასხვა პროექტს. წლების განმავლობაში უკვე ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტი, მარტო წელს 30-მდე პროექტი მიმდინარეობს. ამ განათლების პროექტებში განსაკუთრებულად ჩემთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი პროექტი არის იდეათეკების პროექტი. ეს არის მრავალფუნქციური ბიბლიოთეკები, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკეთებთ. უკვე არის გაკეთებული 25 პროექტი. ეს კეთდება საქართველოს ბანკის და მისი პარტნიორების მხარდაჭერით, ანუ თითოეულ პროექტთან მიმართებაში შესაძლებელი არის, რომ ჩვენმა კორპორატიულმა მომხმარებელმა კლიენტმა განახორციელოს ჩვენთან ერთად საკუთარი წარმოშობის ან განსაკუთრებულ რეგიონში და ასეთი ბევრი გავაკეთეთ, ზოგიერთი მხოლოდ ჩვენ თვითონ, ზოგიერთი პარტნიორებთან ერთად 25-ზე მეტია. ეს არის 18,000-ზე მეტი ბავშვი, რომელსაც აქვს შეხება ამ იდეათეკებთან და ამ ბავშვებისთვის ეს არის ნათელი წერტილი, სინათლე, რომელიც მათ ცხოვრებაში ფაქტობრივად ყოველ დღე შედის და მათ ეძლევათ საშუალება, რომ განათლება მიიღოთ და ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის ის, რითაც იქნება შესაძლებლობები ამ ბავშვების ცხოვრებაში. იდეათეკამ მოახერხა, რომ ჩამოყალიბებულიყო სივრცე, სადაც გაკვეთილებს შორის შესვენებების დროს მოსწავლეების რიგი დგება. ყველა იქით მიიჩქარის, ყოველდღე რაღაც ახალი აქვთ გამოსაცდელი, ახალი წიგნი, წასაკითხი, ახალი იდეა დასამუშავებელი, STEM მიმართულებით უნარები გასავითარებელი. წიგნის კითხვა ხომ მხოლოდ პროცესი არაა. ეს არის ჯადოსნური თავგადასავალი და ყველა ახალი წიგნი ახალ კარს ხსნის. საკუთარი თავის ახალ ვერსიას გაცნობს, სამყაროს შემეცნების პროცესთან გაახლოებს. იდეათეკებმა კი სწორედ ეს შეძლო. ბავშვებს ამ მოგზაურობაში თავით გადაშვების შანსი მისცა. როდესაც BMG-ის გუნდი ერთ-ერთი იდეათეკის გახსნას ესწრებოდა სკოლის მოსწავლეებს ვკითხეთ, რას მოუტანდათ მათ იდეათეკა. პასუხები მრავალფეროვანი იყო, თუმცა მაინც ერთ შინაარსს ატარებდა. ყველა მათგანს გააზრებული ჰქონდა, რომ იდეათეკა მათზე, მათ მომავალსა და განათლებაზე ზრუნვის ინსტრუმენტი იყო და ამბობდნენ, რომ როდესაც ვიღაც შენზე ზრუნავს, შენს პასუხისმგებელი ხარ, რომ ეს ზრუნვა სწორად გამოიყენო. პირველად როცა გავიგე, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის განახლებას აპირებდნენ, გამიხარდა უზომოდ და ყოველდღე თვალყურს ვადევნებდით, გვაინტერესებდა რა ხდებოდა. ფერადი და ბედნიერი სივრცე რომ მკეთდებოდა, სულ ბავშვები მოსიოდით და სერვაზე ვიჭყიდებოდით, სულ შემოსვლა გვინდოდა და ძალიან გვიყაროთ. ძალიან მოხიბლული ვარ და ძალიან დიდი იმედები მაქვს, რომ მომავალი თაობა აუცილებლად გამოიყენებს ამ სკოლის ბიბლიოთეკას. დასაწყისიდან დღემდე იდეათეკების პროექტ საქართველოს ბანკი ქართული წიგნის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს და თავის მხრივ მათთვისაც ეს შანსია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნის კითხვის შეყვარების პროცესში თავისი წილი მნიშვნელოვანი აგური დადონ. მათ თანამედროვე ავტორები გააცნონ, მათ ნაწარმოებებზე ხელმისაწვდომობა გაუხსნან, თვალსაჩინო გაუფართოვონ და მათაც კი, ვისაც ლიტერატურის სამყაროს კარი ჯერ არ გაუღიოთ, ამ სივრცეში ფეხის შედგმაში დაეხმარონ. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდება, აი შედეგი ამ იდეათეკების გამოჩნდება რამდენიმე წლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ეს მოსწავლეები დაამთავრებენ სკოლას. ძალიან ხშირად მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქამდე არ ქონდათ ხელმისაწვდომობა, არც თანამედროვე ლიტერატურაზე არ იცოდნენ სიახლეებს, სწორედ იდეათეკა ეხმარებათ იმაში, რომ კარგად მოიმზადონ მომავლისთვის, ჯერ ეს ერთი ბევრი იკითხონ, იმიტომ რომ კითხვა ხსნის ძალიან ბევრ კარს, ჯადოსნური რამაა ნამდვილად და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა და პარტნიორობა ამ პროექტში არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს გაძლევს სტაბილურობას, გაძლევს საშუალებას, რომ რაც შეიძლება ბევრ ადგილას გაიხსნას ესეთი ჰაბი მოსწავლეებისთვის, შემეცნების სამყარო იხსნება მათთვის, ვისთვისაც ეს აქამდე იყო ხელმიუწვდომელი.
ის ფაქტი, რომ საფინანსო ინსტიტუტის სკოლის მოსწავლეებისთვის იდეათეკის მსგავსი სივრცის შექმნაზე ზრუნავს, ზოგადად საქართველოს ბანკისთვის განათლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჩამოყალიბებას უსვამს ხაზს. 10 წელზე მეტია, რაც ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებს ახორციელებს, ამჟამად პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის, რითაც 300,000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტის, ახალგაზრდა პროფესიონალისა თუ მოსწავლისთვის განათლების შესაძლებლობები აქვს შექმნილი.